გამარჯობა, მე ვარ თინა თინგოგოჩაშვილი, YouTube არხი კიბენი გთავაზობთ გადაცემას პოლისემია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურას და ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს. გადაცემა მიმდინარეობს დიალოგის სახით. არსებობდა ამბავი, რომელიც დადიოდა ხალხში, იყო მოარული და მე ვპოვე და ლექსად გარდავქმენ, საქმე ვქმენ საჭოჭმანებიო ამბობს რუსთაველი თავისი პოემის შესავალში. ამგვარი საჭოჭმანო ეპიზოდებით, თუნდაც ფრაზებით არის სავსე ვეფხისტყაოსანი და ჩვენ შევეცდებით, რომ დღეს რამდენიმე ამდაგვარ ეპიზოდზე შევაჩეროთ ყურადღება. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობთ მე, თინა თინგოგოჩაშვილი, ფილოლოგი და ფილოლოგი გიორგი ჯავახაძე. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთან ხართ. დიდი მადლობა. გიორგი, როგორც აღნიშნე, დღეს რამდენიმე საჭოჭმანო საკითხზე უნდა ვისაუბროთ და პირველი საჭოჭმანო საკითხი ეს არის ძალიან უცნაური და საინტერესო ურთიერთობა ორი ესეთი საინტერესო და მთავარი პერსონაჟი, შეიძლება ითქვას, ავთანდილის და მისი გამზრდელის არაბეთის მეფის როსტევანის. ძირითადად მათი ურთიერთობა სწორედ დასაწყისში ვითარდება, ყალიბდება, აზრით ამ ურთიერთობის შესახებ გვექმნება უკვე პოემის დასაწყისშივე და არსებობს სხვადასხვა გვარი შეხედულება მეცნიერების, რომლებიც იკვლევდნენ ვეფხისტყაოსანს სხვადასხვა პერიოდში, თუ რა იყო ეს ურთიერთობა, რის გამო მოხდა ავთანდილის წასვლა ქვეყნიდან. ზოგი ამას ეძახის ტრაგიკულ განშორებას ავთანდილსა და როსტევანს შორის, ზოგი ამას უწოდებს მის გაძევებას დროებით, მაგრამ მაინც ქვეყნიდან. აი, შენ რა სიტყოდი ამაზე, ძალიან საინტერესოა შენი აზრი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით, რომ ინტერესდებით ასეთი მნიშვნელოვანი და ეროვნული საკითხებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენს განსაკუთრებით ონლაინ მედია სივრცეს ძალიან აკლია საერთოდ ინტელექტუალური შინაარსის გადაცემები და ეს ჩვენ ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ. რაც შეეხება ამ საკითხს, ამას ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება ახლა ჩვენ შევხედოთ და საერთოდ მე მინდა უთხრა მსმენელს, რომელიც დაუშვათ შეიძლება არ იყოს ესე პროფესიული თვალსაზრისით ლიტერატურასთან მისული და თავს მხოლოდ კარგ მკითხველად თვლიდეს, როდესაც დაუშვათ მეცნიერი თუ ლიტერატურად მცოდნე, ასე ვთქვათ, აკეთებს ტექსტის ინტერპრეტაციას, ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ეს ასე ფიქრობს. ინტერპრეტაცია ეს არის, ესე იგი, მკვლევარის მხრიდან მკითხველისთვის მიწოდება ერთი ხედვის, მე მეორე ხედვის, მესამე ხედვის. ამიტომ ჩვენ ახლა რა ინტერპრეტაციებსაც ჩამოვთვლით, ასე ვთქვათ, ხო? ესენი ზოგიერთი უფრო გაზიარებულია ქართულ მეცნიერებაში, ზოგიერთი ნაკლებად გაზიარებულია ქართულ მეცნიერებაში. ამიტომ მე არ მინდა მკითხველმა მაყურებელმა ისე იფიქროს, რომ რომელიმე აქედან აუცილებლად ცალკე არსებობს. ეს ერთი. მე მეორე ჩვენ საერთოდ როდესაც რუსთაველის სახისმეტყველებაზე საუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ასეთი რამე. ეს არის იმდენად ღრმა ხედვის ადამიანი საერთოდ ამ ტექსტის ავტორი, რომ იქ ერთი ინტერპრეტაცია შეიძლება არც იდოს ტექსტში და იდოს რამდენიმე ინტერპრეტაცია ერთსა და იმავე სიმბოლოს უკან. თუნდაც აი მხოლოდ ნაწარმოების სათაურსაც რო დავაკვირდეთ, ესე იგი ვისაც კი ფუნდამენტური კვლევა დაუწერია ვეფხისტყაოსნის შესახებ, ცალ-ცალკე ყველა შეხებია ვეფხისტყაოსნის სათაურის სახისმეტყველების საკითხს. ესე იგი ამოუწურავია ინტერპრეტაციები და ყველა ინტერპრეტაცია ისეთ ლოგიკურ ჯაჭვამდე მიდის, რომ ყველა თანაბრად შეიძლება თავად რუსთაველსაც ეგულისხმა. ანუ ჩვენ რომ კონდეს შესაძლებლობა ვესაუბროთ ვეფხისტყაოსნის ავტორს და თუნდაც გვეკითხა, რომ აი ამ სიმბოლოს უკან, ნებისმიერ სათაურის უკან, პერსონაჟის უკან რა იგულისხმება, ერთ პასუხს ალბათ ისიც ვერ მოგცემდა. მრავალი შრეა ნაგულისხმები სათაურიდან დაწყებული უკანასკნელ ტაეპამდე ვეფხისტყაოსნის სამყაროში. ხო, ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს საკითხზე. იმისათვის, რომ ჩვენ გავარკვიოთ ჩემი აზრით და შევძლოთ საუბარი როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობაზე, ჯერ საერთოდ უნდა გავარკვიოთ რა არის არაბეთი. რა არის ის არაბეთი, რომელიც ჩვენ ვეფხისტყაოსანში გვაქვს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს მაგალითად მკითხველს ჩემს უკითხავთ მოსწავლეებსაც მათ შორის, რომ რატომ აინდა ვინც არაბეთი, რატომ აინდა ვინც ინდოეთი, რატომ აინდა ვინც ხატაეთი,
მით უმეტეს არაბეთი ძალიან უკვირთ, იმიტომ რომ ეს ხო მტერი სახელმწიფო იყო ხო შუა საუკუნეებში, ხა ფაქტი არის, ხო ხა კი მე-13 საუკუნეში დაუშვათ, როდესაც სავარაუდოდ ეს ტექსტი შეიქმნა, მაგ დროს უკვე ჩვენ არაბები ჩვენ დამპყრობლები აღარ არიან, მაგრამ 2-3 საუკუნეა მხოლოდ გასული იქიდან. არსებობს საზარელი მეხსიერება. რასაკვირველია. მაგრამ აქ ალბათ ჩვენ ახლა თლად ვერ გამოვიცნობთ რუსთაველის ჩანაფიქრს, მაგრამ აქ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ის არაბეთი, რომელიც არა ჩვენ დამყრობელი, არამედ ის მეორე არაბეთი, რომელიც ინტელექტუალურად წარმოუდგენლად მაღალი სიმაღლის არაბეთია შუა საუკუნეებში, ხო? ის პლატონის თარგმნელი არაბეთი და არისტოტელეს შემომნახველი არაბეთი, ხო? უნდა რასაკვირველია ალბათ მისტიფიკაციის მიზანსაც წარმოადგენს იმ ამბის შეფარვისა, რომელიც უნდა საბოლოო ჯამში რუსთაველმა ჩვენ მოგვიყვეს, ხო, ესე იგი ქართულ საჭიროებად გახადოს ჩვენთვისაც. კი, აი ეს ძალიან საინტერესო სიტყვა, ამის შესახებაც ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს იმის შესახებ, რატომ აინდამაინც სპარსული ამბავი. მგონია რომ აქ მე მგონია ძალიან არ უნდა გავართულოთ საქმე და უნდა მივხვდეთ იმას, რომ ის გულისხმობს მოარული თეორიის სიუჟეტს, რომელიც უბრალოდ რომელთაც გამოხატული არის ქართულ სამეფო კარზე და საქართველოს ისტორიაში მომხდარი უცნაური საინტერესო და ისეთი მოვლენა, რაც ახასიათებდა ზოგადად სამეფო კარებს, რომ ეს ინტრიგები, რა თქმა უნდა, სადაც ძალაუფლებაა, იქ არის ინტრიგაც, ხო? ხო, რა არის ეს საერთოდ არაბეთი? მოდით აი დავწვრილმანდეთ ვეფხისტყაოსნის არაბეთამდე და დავანებოთ დაუშვათ ისტორიულ არაბეთს და ვეფხისტყაოსნის არაბეთი ეს არის იდეალური სახელმწიფო. აი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იდეალური სახელმწიფო, სადაც მეფეს ხალხს უყვარს, მეფეს თავის ხალხი უყვარს, ბრძენია, ძლევამოსილია, იმდენად ძლევამოსილია, რომ ავთანდილი, რომელიც არის ამ ქვეყნის ამირ სპასალარი, სანამ მას არ მოუწევს დაეხმაროს ვაჭრებს, მანამდე ჩვენ ავთანდილის ბრძოლის შესახებ ვერაფერს ვერ ვიგებთ. არ უწევს ამ კაცს მტერთან ბრძოლა. იმიტომ რომ არაბეთს აი ეს მოგვარებული აქვს, ასე ვთქვათ, ხო? ამაში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ მე-13 საუკუნის საქართველოს ერთი მხარე, ხო? რომელიც პოლიტიკურად ძალიან ძლიერი საქართველო, რომელსაც თავის რეგიონში, ასე ვთქვათ, ყველანაირი სიტუაცია განლაგებული ჰქონდა იმ მიმართულებით, რომ რაც ჩვენ ისტორიულად გვახსოვს საქართველოს ისტორია, რომ სულ შინა და გარემტრებთან მუდმივი ბრძოლა, აი ეს დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფის გარდაცვალებამდე ჩვენ სხვა ისტორიას ვკითხულობთ საქართველოს ისტორიაში, რომელიც აი ასე გვიამაყება და ასე გვინდა, ხო? ამდენად ამის სახე შეიძლება იყოს არაბეთი. ახლა რა შეიძლება მოხდეს, აი ლიტერატურულად რა შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებაში, რომელიც იდეალურია, ქვეყანაში, რომელიც იდეალური არის. აი რა შეიძლება იქ მოხდეს, ხო? იქ ვერ იპოვი ლიტერატურისთვის საინტერესო ინტრიგებს. ამიტომ ჩვენ ავტორი გვეუბნება, რომ ეს არაბეთი უკვე არის ადგილი და სივრცე, სადაც ახალი ფილოსოფია შეიძლება დაიბადოს. ორი ტიპის ახალი ფილოსოფია, ხო ვიტყვით ჩვენ ეს რა არის. ერთი ტიპის ახალი ფილოსოფია ეს არის ლეკვილო მისასწორია ზუიყოს თუნდა ხვადია. ესე იგი ქალი გამებდეს. ამასთან ერთად ახალი ფილოსოფია ეს მართვის საერთოდ ახალი მოდელია, რასაც როსტევანი თინათინს არიგებს, ხო, უხვი ახსნილსა დააბამს, რა, ესე იგი სიუხვე გონებით მართვა და არა ძალით წაიყვანს ამ ქვეყანას უფრო სწორი მიმართულებით, რა. და მასაც კი ვისაც უნდა რომ ასე ვთქვათ დაუპირისპირდეს რაღაცამ გამეფებულ წესრიგს, აი ამასაც კი მოთოყავს რასაკვირველია. ხო, უხვი ახსნილსა დააბამს, ეს რას ნიშნავს? ესე იგი თუ შენი მოწინააღმდეგე შიდა მტერზე აქვს საუბარი. ხო, ამ თავადაზნაური ისინიც კი დამორჩილდებიან სიუხვეს, არა? ხო. ეს არის ერთი ფილოსოფია, რომლის ადგილიც ჩნდება, ასე ვთქვათ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ასე ვთქვათ, დანარჩენი პრობლემები მოგვარებული აქვს. განსხვავებით დაუშვათ სხვა პერიოდის საქართველოსთან. ჩვენ ვიცით, ხო, ესე იგი, ამით პრინციპში ალბათ ჩვენ რუსთაველი იმასაც გვანიშნებს, რომ ვეფხისტყაოსნის შექმნის საქართველო, მხოლოდ ეს საქართველო შეიძლება ყოფილიყო. აი ის საქართველო, რომელშიც დავით აღმაშენებელმა ჯერ სამხედრო თვალსაზრისით მოაგვარა სიტუაცია, მერე ეკონომიკური თვალსაზრისით მოაგვარა სიტუაცია, ხო? ეკონომიკური განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც მან შექმნა მუდმივი ჯარი, ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მამოძრავებელს, ანუ მიწაზე მომუშავე ადამიანს აღარ უწევდა ომში წასულიყო და ამიტომ ის მიწაზე მუშაობდა და ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დადგა. დამავდროულად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო უზარმაზარი რეფორმა საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ხო, ორი დიდი აკადემია თავისი საფუძვლით,
გელათი და იყალთო. სხვანაირად ალბათ შეუძლებელი იქნებოდა გაჩენილიყო საერთოდ თაობა, რომელშიც ერთი კაცი მაინც აღმოჩნდებოდა ვეფხისტყაოსნის დამწერი და ორი კაცი მაინც იმის წამკითხველი, ხო? აქედან გამომდინარე, არაბეთი არის ეს სახელმწიფო, რომელშიც გამეფდა ქალი. როსტევანმა გამეფა ქალი, მაგრამ მაინც მთლად ასე იდეალურადაც არ არის საქმე. ჩემი აზრით. ახლა რას გულისხმობ ნახეთ. მიუხედავად ამისა, თინათინის გამეფების ნადიმზე როსტევანი მოიწყენს, ხო? დაიღრიჯება. რა შეიძლება იყოს ამ დაღრეჯის უკან? როდესაც, ესე იგი, ავთანდილი და სოკრატე, მეფის მთავარი ვეზირია, სოკრატე, ესე იგი, რა, ესე. ყველაზე ჭკვიანი კაცი. მეტაფორა ყველაზე ჭკვიანი ადამიანისა, ხო? მასწავლებელი. რომელსაც მე საბოლოოდ ავთანდილი ჭკუაში აჯობებს და ის ეუბნება რომ შენ გამომიყვანე სინათლეზე ხო. ესე იგი ავთანდილი რაღაც ძალიან აღმატებული ხდება განსაკუთრებით ამ მოგზაურობის შემდეგ. ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მიდიან და მეფეს ეკითხებიან, ხო? ხუმრობით თანამედროვულად. ესეც პრინციპში ჩვენ ახლა სამეფო კარის პროტოკოლის თვალსაზრისით და ამაზეც არის ბევრი ნასაუბრები და ნაკვლევი, არა? ასეც რო გავყოთ ჩვენ აქაც დავინახავთ როგორი ჰუმანურია არაბეთის სამეფო კარი, რომ მეფესთან შეგიძლია მიხვიდე ასე ხუმრობით ყველას დასანახად. თვითონ ხუმრობაც ძალიან საინტერესოა და არაერთმნიშვნელოვანი. რატო ხარ შენ ცუდად, რას ვარაუდობენ ესენი? გასაგებია ხუმრობით, მაგრამ მაინც ყველასა გასცემს ასული შენი საბოძვარ ხშირიო. ყოლამცა მეფედ ნუ დასვი. რა თავსა რა დუგდე ჭირიო. აქაც ძალიან საინტერესო რაღაცა შეიძლება ხეთ ჩვენ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას გულისხმობ, ნახეთ. საერთოდ მეფეებს ქონდათ ასეთი ტრადიცია, რომ მეფეს უნდა ყოლოდა ყოველთვის ერთი კაცი, რომელიც მოახერხებდა და მას ექნებოდა უფლება მეფისთვის სიმართლე ეთქვა. მეფის მუხრუჭი ყოფილიყო, ასე ვთქვათ რა. სოკრატე გარკვეულწილად აჩვენებს ასეთ სახეს. ესე იგი, ეს არის სოკრატისა და როსტევანის დიალოგი, ეს არის ქართულ შუა საუკუნეების სამეფო კარზე არსებული ფილოსოფიური და პოლიტიკური საუბრის, ესე ვთქვათ, ნიმუში. ქართულ სამეფო კარზე? ალბათ სხვაგანაც, მაგრამ ეს ქართული სამეფო კარია. ესე იგი, რას გულისხმობ, ნახეთ, მიდის ვეზირი, სოკრატე, ყველაზე ჭკვიანი კაცი, უფლება მინიჭებული კაცის სიმართლის თქმისა და მეფეს ეუბნება სხვების გასაგონად, თითქოს ხუმრობით, რომ შენ ძუნწი კაცი ყოფილხარ. კი, ესე იგი, უყურეთ, თვითონვე როსტევანის სიტყვებია, ხო? უხვია ხსნილსა და სიუხვე. როსტევანის სიტყვებიდან მოდის ეს. და ამიტომ როსტევანის დარიგება აღასრულა თინათინმა, როცა თავისი საუფლისწულო რას ჰქონდა, ყველაფერი გასცა, ხო? ახლა უყურეთ რა შეუბნება სოკრატე. ესე იგი, ამას თავისივე გადაწყვეტილებაზე ეხუმრება, რომ შენ ესე იგი ზედმეტი ხომ არ მოგივიდა. თითქოს, ხო? კი, ამბობ რომ რაღაც ბოლომდე უხვი ხარ, მაგრამ არის ნამდვილად ასე. ხო. მაგრამ ახლა ნახეთ ეჭვქვეშ სოკრატე ირონიით და ხუმრობით აყენებს რაღაცას. მაგრამ ეს დაახლოებით ასე უნდა გავიგოთ, ქართველებს ეს ტრადიცია გვაქვს, ხო? საჯარო ხუმრობის ნახევარზე მეტი სიმართლეა და ეს ნახევარზე მეტი მთლიანადაც შეიძლება იყოს, ხო? აქედან გამომდინარე, კიდევ რას აყენებს სოკრატე ეჭვქვეშ? ესე იგი, რა გამოდის, რომ სოკრატე შეიძლება ეჭვქვეშ აყენებდეს თვითონ კი არა, ანუ მეფეს ანიშნებდეს დაფიქრდი იმაზე, შენი გადაწყვეტილება, შენ ბოლომდე გჯერა. ესე იგი, ეს ამ ქალის გამეფება. რა გზაა ეს? ანუ გჯერა ამისი? ანუ გამოდის, რომ ნაწილობრივ ეთანხმება, ხო, როსტევანი? სოკრატს. კი, აი ამაშია ზუსტად საქმე. ეს არის ზუსტად აი ამ ფილოსოფიური საუბრის, აი ამ ძალიან გონიერი კაცის ერთი ნათქვამის სიტყვის ძალა, სოკრატის ერთი ნათქვამის სიტყვის ძალა, რომ მან თითქოს უმნიშვნელო საკითხი დააყენა ეჭვქვეშ, რომ აი ამდენი რო გასცა შენ, ამიტომ მოიწყინე, მაგრამ ესე იგი სოკრატე ანიშნა, რომ მე თუ შენ მიგანიშნებ, რომ შენი ერთი ნათქვამი შეიძლება მთლად ისე არ იყოს, როგორც შენი გადაწყვეტილებაც შეიძლება არ იყოს მთლად ისე, როგორც ამბობ, ხო? და შენ გჯერა, ესე იგი, ამ ფილოსოფიის გჯერა, რომელიც არაბეთის ამხელა განვითარებამ მოიტანა ბუნებრივად, თუ ეს შეიძლება იყოს რუსთაველის მხრიდან დასმული შეკითხვა გიორგი მესამის სამეფო კარისადმი, რომ თამარის გამეფება
არის თუ არა თვალსწორი პოლიტიკური, იურიდიული თვალსაზრისით, სამეფო კარის თვალსაზრისით და სამართლის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არა. აქვე ახლა ჩვენ მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ ორი სიტყვით რასთან გვაქვს საქმე, რაზე არის საუბარი. შეაბიჯე ახალი სტანდარტის, სილამაზისა და ხარისხის სამყაროში. ჩვენი ბრენდირებული ჭურჭლის კოლექციები იქმნება იმავე საწარმოებში, რომელშიც იბადებიან მსოფლიოს საუკეთესო და სახელგანთქმული ბრენდები, რომელიც ნებისმიერ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ჩვენს ულამაზეს სივრცეში შეიგრძნობა ორიგინალობა, ბრენდული ხარისხი, უმაღლესი ეკოლოგიური მარკირება და დიზაინი. ფერადი, ელეგანტური და უკიდურესად დახვეწილი თითოეული ნივთი აერთიანებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ესთეტიკას, გამძლეობას და გემოვნებიან დეტალებს. მობრძანდი პეკინის ქუჩის 5 ნომერში, ჩვენთან მხოლოდ სტუმრობაც კი უკიდურესად სასიამოვნო და საინტერესოა. ესე იგი, როდესაც გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი, ტახტზე ავიდა მისი ვაჟი დემეტრე პირველი. დემეტრე პირველმა ძალიან მალე გადაწყვიტა თავისი გამეფებიდან, რომ ის მონასტერში წასულიყო. და ტახტი დაუთმო თავისი ორი ვაჟიდან, გიორგისა და დავითისაგან უფროს, დავით მეხუთეს. დავით მეხუთე გახდა საქართველოს მეფე, მაგრამ ძალიან მალე ფაქტობრივად მას სასიკვდილოდ უხდება საქმე. ახალგაზრდა კაცს. აქ ბევრი საუბარი შეიძლება, რასთან გვაქვს საუბარი, რა ინტრიგა შეიძლება მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად რამდენად ჩვენ წყაროები ამის შესახებ ნაკლები გვაქვს, მოდი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს მივანდოთ და უბრალოდ ჩვენ ფაქტი ვთქვათ, რომ ეს ასე მოხდა. უკვე ფაქტობრივად სიკვდილის სარეცელზე მისული დავით მეხუთე გადაწყვეტს თავის უმცროს ძმას, გიორგი მესამეს, ანუ თამარ მეფის მამაზეა საუბარი, ჩამოართვას ფიცი იმასთან დაკავშირებით, რომ დემნას, ანუ ესე იგი დავით მეხუთის ვაჟს, რომელიც სავარაუდოდ ამ დროს ჩვილია, იმიტომ რომ ხელიდან ხელში გადასცავა, როცა ეს არის აღწერილი, ჩვილ ბავშვზე ალბათ საუბარი, ესე იგი ჯერ გახდებოდა გიორგი მესამე, ოღონდ რეგენტი მეფე, ანუ ესე იგი აღმზრდელი მეფე და შემდეგ, როდესაც მოუწევდა დემნას ასაკი, მას გაამეფებდნენ. ეს ფიცი დადო გიორგი მესამემ სამეფო კარის წინაშე. ფიცი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით შუა საუკუნეების სამეფო კარისა და რაინდებისა და მოკლედ ამ ღირსების მქონე ადამიანებისათვის. მაგრამ ნახოთ რა მოხდა. გიორგი მესამე პირდაპირ არ გამეფებულა, არც რეგენტი მეფე გამხდარა. არამედ დაბრუნდა დემეტრე მონასტრიდან, ანუ მამა, დავით აღმაშენებლის შვილი და ამის შემდეგ გადასცა მან ტახტი თავის მეორე ვაჟს, გიორგი მესამეს, რომლითაც ალბათ მან გაათავისუფლა ის ფიცის ვალდებულებისაგან. რადგან მამამ გადასცა შვილს ტახტი და ამის შემდეგ გიორგიმ ჩვენ ვიცით, რომ დემნა არ გაამეფა, არათუ გაამეფა, არამედ აჯანყება ჩაახშო და საკმაოდ სასტიკი მეთოდებითაც და ალბათ უნდა ითქვას, რომ გიორგი მესამე კი ძლიერი მეფეა საქართველოს, მაგრამ ის კაცრი ხელით მართველი კაცი არის. გიორგი მესამის პროტოტიპი არის გარკვეულწილად როსტევანი. ოღონდ დადებითი გიორგი მესამის ალბათ, ხო? იმიტომ რომ იმ პერიოდის საქართველოში ხომ პრინციპი ის საუკეთესო თვისებებს ასახავს. კი, რა თქმა უნდა, მეორე ფარსადანია. მაგრამ ისიც უნდა უთხრათ ჩვენ მაყურებელს, რომ იმ პერიოდის საქართველოში აუცილებლად იარსებობდა ორი პარტია. ანუ ერთი პარტია, რომელიც ემხრობოდა გიორგი მესამის გადაწყვეტილებას თამარის გამეფებასთან დაკავშირებით და არსებობდა ხა მეორე პარტიას ვიცით ფაქტად, რომ არსებობდნენ ვისაც მიაჩნდა, რომ დემნა უნდა გამეფებულიყო და უნდა გაგრძელებულიყო ეს აჯანყება ვერ იქნებოდა. რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, აი ჩვენ თუ ამას ვიტყვით, ესე იგი ეს შეიძლება იყოს რუსთაველის პირველი დასმული შეკითხვა, აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს რომ მოხდა, ეს არის თუ არა პრობლემა? ნუ კი ბატონო. და როსტევანი რას პასუხობს ამ დასმულ შეკითხვაზე სოგრატს? აი ამ მიწოდებულ ირონიულ ფილოსოფიურ მსჯელობაზე. ის მარტივ რაღაცას პასუხობს, რომ ნუ ახლა ვინც ჩემი სიძუნწე თქვაო, ეს არ არის სწორიო. მე იმიტომ მოვიწყინეო, რომ აი ამ სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ. ესე იგი ჩვენს სამეფოში კაცი არ არის, რომ მას ჩემგან ესწავლეს სამამაცონის ნენია. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. რა არის სამამაცო ზნე? სამამაცო ზნე შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური საუბრის მიხედვით, ტერმინი რო განსაზღვროთ, ეს არის იმ უნართა ერთობლიობა, რომელიც ევალდებულება მეფეს გააჩნდეს, რომ ის სამეფოდ გამზადდეს, ასე ვთქვათ რა. მაგრამ უპირველესად რასაკვირველია, ეს არის ომის ხელოვნება.
რა თქმა უნდა, ეს არის ომის ხელოვნება. რასაკვირველია, პოლიტიკური აზროვნებაც და სტრატეგიული თვალსაზრისით ყველაფერი, მაგრამ ეს უმთავრესად, რა თქმა უნდა, სამამაცოსნი არის ომის ხელოვნება. როგორ უნდა შეფასდეს არაბეთში, რომელსაც წელი არ აყავს, ვინ არის სამამაცოსნის მქონე? როგორ შეიძლება ეს შეფასდეს? რასაკვირველია ნადირობით. იმიტომ რომ ნადირობა გარკვეულწილად წარმოადგენს ეს ძალიან კარგად აქვს სხვათა შორის ახსნილი ვიქტორ ნოზაძეს საზოგადოების მეტყველებაში რა არის საერთოდ შუა საუკუნეების ნადირობა და განსაკუთრებით აზიურ სახელმწიფოებში. რომ ესე იგი მას რამდენიმე დანიშნულება აქვს. ესე იგი უპირველესად ეს არის რეწვა და მოპოვება, როდესაც შენ ხარ გლეხი ან უშუალოდ პროფესიონალი მონადირე, რომ ირჩინო თავი, გაყიდო და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი ეს არის რასაკვირველია გართობა და ეს უფრო თავადაზნაურებისა და რაინდების საქმე არის. და მესამე ნაწილი არის აი წვრთნა. ესე იგი ჯარის წვრთნა გარკვეულწილად აქაც გამოიხატება, ხო? და ჩვენ თუ დავაკვირდებით და სხვა შორის არაჩვეულებრივი პასაჟები აქვს მოყვანილი ვიქტორ ნოზაძეს იქ აზიურ ნადირობების, როგორ ნადირობენ ეს ხალხი. ეს მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, იმიტომ რომ ერთი არის როცა ვეფხისტყაოსანს კითხულობდა აი გეხმარება რუსთაველი წარმოიდგინო მთელი ჩემი რა დონეზე ჩემი ფანტაზია გაწვდება რუსთაველის სასათქმო ფანტაზია გაწვდება კი არა ისე ზუსტად ასახავს რომ ხანდახან მიშდება ხოლმე მიფიქრია ხშირად და მეგობრებისთვის მithქვამს ამაზე გაგვიღიმია კიდეც რომ ყოფილიყო რუსთაველი როგორი რეჟისორი იქნებოდა აუ სცენარისტიც მაგარი ყველაფერი მაგარი იქნებოდა რუსთაველი ხო და აი ეს რაღაცა სუფთა კინემატოგრაფიულად ხო დანახული ესა მის იქით წყალიდის და წყლისაპირას ხევია და აი ესე როგორც აი თანდათანობით თითქოს გეხსნება თვალთახედვით აი მიყავხარ აი და ხედავ ყველაფერს ესეთი რაღაც მაღალ გარჩევადობის კამერით თითქოს აი მიყავხარ ტარიელის აი იმ წერტილთან სადაც ზის წყლისპირას აი წარმოუდგენელი არის როგორ შეუძლია ამის კეთება ეს საერთოდ ნახა აი პოეტური თვალსაზრისით სხვა შორის აქვე ერთ გადახოვებას გავაკეთებ მე როდესაც ბავშვებს ვესაუბრები ხოლმე პოეზიაზე მინდა რომ აი ჩავაგდო აი ამ უბსკრულში რასაც პოეზია ქვია და ამიტომ ვიყენებ როცა ბავშვებს პოეზიაზე ველაპარაკები ყველაზე მაღალ რეგისტრებს როდესაც იქში არის ხოლმე ესეთი აპატიოს ახლა მსმენელმა და ისეთი ლექსი რომელიც აი უბრალოდ შეიძლება იყოს ერთი საკითხი ამას ვდებ ხოლმე გვერდზე და თუ რახან პოეზიაზე ვლაპარაკობთ ეს უნდა იყოს გალაქტიონი უნდა იყოს რუსთაველი და ასე შემდეგ სულ ეუბნები ხოლმე ხა ჩვენ რაღაც გვაქვს ხო ესე საზეპიროების საზეპიროების სკოლიდან ვისწავლეთ რაღაცა და ზოგიერთი ფრაზა ერთად გამჯდარი არის ყურში რომ მექანიკურად მიგვაჩნია რომ ვიცით ხო აი ერთი წამით დავაკვირდეთ აი ამ სახეს ნახეს უცხო მოყმე ვინმე ნამტირალი წყლისაპირსა გასაგებია და მე ამბობს ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრა დანატირსა დავაკვირდეთ ამ სახეს ხო თრთვილი გასაგებია რაც არის ყველამ ვიცით არა დილის ნამი რომელიც თეთრ კვალს ტოვებს ბალახზე ან ფოთოლზე რა ესე იგი ასეთივე თეთრი კვალი აქვს დატოვებული ტარიელის ლოყის აი ღაწვზე მის ჩამონადენ ცრემლს მაგრამ როგორ კაცო რატომ როგორია ის ცრემლი რომელსაც შეუძლია თეთრი კვალი დატოვოს ეს არის განსაკუთრებით მარილიანი ცრემლი და რატომ არის განსაკუთრებით მარილიანი ცრემლი იმიტომ რომ ტარიელის გულში ისეთი რამე ხდება რომ ისი ცრემლი ჩვეულებრივ ადამიანის ცრემლზე გაცილებით მარილიანი ისეთი რომელსაც თეთრი კვალის დატოვება შეუძლია აი ეს არის პოეზიის სიღრმე რომელიც შეუძლია აი მართლა შეუძლია ალბათ რაცა ღვთაებრივი ნიჭის მქონე ადამიანმა გააკეთოს ხო გალაქტიონთან არის კიდე ასეთი სახეები ხო დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ გაგვიტაცებს ხოლმე ხშირად საუბრის მოდი და ნუ გაგიტაცებს ხო რასაკვირველია ხო და იმას ვამბობთ რომ მინდა რომ წარმოიდგინოს მაყურებელმა რომ ეს აზიური ნადირობები არ არის მხოლოდ ის რომ ჩვილდის არის დავიჭირე ხელში და ვესრო არა ეს არის დიდი ცხოველებით ნადირობები ამავდროულად თურმე ესე იგი მათ მოჰყავთ გალიებით დიდი ცხოველები და ამ დიდი ცხოველებით ნადირობენ შეიძლება ეს იყოს ლეოპარდიც და ვეფხიც სხვათა შორის კი ბატონო და ავაზად კი ეს მე სხვათა შორის არ ვიცოდი სანამ არ წავიკითხავდი ვიქტორ ნოზაძეს და რომ წარმოვიდგინე გენიალური წარმოსადგენია რომ ნამდვილი მეფური ნადირობა აი ნამდვილი რაღაცა ზეიმი აი ამ მთელი პომპეზურობით. ასეთია სავარაუდოდ ეს ნადირობაც, რომელიც თავის თავში რას აკეთებს, იცით, რომ ეს ძალიან საინტერესო ამბავი არის. რატო თანხმდება როსტევანი? რა სიმბოლო არის ის, რომ როსტევანი დათანხმდა ავთანდილს აი ამ ერთი შეხედვით ცოტათი ინტრიგნულ წამოკიდებაზე, ასე ვთქვათ, ხო? ესე იგი ის რო იტყვის იმ წუთში ავთანდილი ეუბნება რომ ძალიან დიდი ბოდიშიო მაგრამ მე ვარ ეს სამამაცოზნის ისიც ამბობს რომ ავთანდილი ცოტათი მგავსო
როსტევანი ამბობს, ათანდილი ცოტათი მგავსო, მაგრამ მაინც ეს შესამოწმებელია როგორც ჩანს. ესე იგი, როსტევანის თავარი ჩემი გაზრდილია და იმიტომ. ხო, როსტევანის თავარი გულის ტკივილი და საფიქრალი რასაკვირველი არის ის, რომ კი ბატონო, ხალი დავსვი მეფედ თინათინი ავლენს რასაკვირველია წარმოუდგენელ გონიერებას იმისათვის, რომ მისი გონება საკმარისი იყოს სახელმწიფოს მართვისათვის, მაგრამ ამავდროულად არ დაგვაუწყდეს ჩვენ ეს შუა საუკუნეებია. შუა საუკუნეები ნიშნავს იმას, რომ აქ მუდმივი ბრძოლებია, შიგნით ძალაუფლებისთვის და გარედან. ამიტომ ამას გარკვეულწილად მხოლოდ გონიერება შეიძლება არ იყოს. და როსტევანი იმაზე ნერვიულობს, იქნება თუ არა თინათინის საკმაოდ მკაცრი ხელით მმართველი იმისათვის, რომ სამხედრო უსაფრთხოება ქვეყნისა შენარჩუნდეს ისე როგორც არის. ამიტომ ამას რასაკვირველია სჭირდება მეორე ადამიანი, ხო, თინათინის თანასწორი, რომელიც ამას გააკეთებს. აქ ავთანდილი ხედავს თავის შესაძლებლობას. ახლა ჩვენ იქ უნდა გავიხსენოთ აუცილებლად, რომ როგორც კი თინათინი გამეფდა, იმ წუთში იხსენიება იქ, რომ ავთანდილი არსებობს. ავთანდილიას პასპეტი, ავთანდილს გაეხარდა, მე ხშირად შევხვდები ესე იგი თინათინს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა უთხრათ მაყურებლებს, რომ აი ამ ტექსტის ტაეპებს შორისაც არის საკითხები, რომელსაც უნდა წავიკითხოთ ჩვენ. ესა ამიტომ არსებობს ლიტერატურავწოდნეობა, როგორც მეცნიერება. ავთანდილი მეორე მხრივ შავდღეშია. იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქალი მეფეა, კაცო. და შენ თუ ეს ქალი გიყვარს და შენ გინდა ამ ქალის ესე იგი ცხოვრების მეგზური გახდე, ესე იგი შენ მეფე უნდა გახდე. და ესე იგი შენ არაბეთის მეფე უნდა გახდე და როგორ უნდა გახდე არაბეთის მეფე, როდესაც არ ახარ სამეფო სისხლის. ან არ ახარ სამეფო გვარის. ყოველ შემთხვევაში არ წერია იქ. ტარიელი სამეფო გვარის და სამეფო სისხლის არის, მაგრამ ავთანდილი არ არის. აი აქ იხსნება. არსად არ არის ეგ ნახსენები და შესაბამისად ალბათ არც არის. ალბათ არც არის. ამიტომ არის ზუსტად საქმე იმაში, რომ აი აქ არაბეთში იბადება მეორე ფილოსოფია. ესე იგი არაბეთის განვითარება ჩვენ მეორე ფილოსოფიას ანუ რუსთაველი ბადებს მეორე ახალ ფილოსოფიას და ეს არის მერიტოკრატია. ესე იგი ტახტი გადაეცეს არა მას, ვისაც ეკუთვნის, არამედ მას, ვინც იმსახურებს. თუ დაიმსახურებ, შეიძლება რომ შეტახტი მიიღო. და ავთანდილმა ეს იცის. ანუ ამისთვის მზად არის არაბეთი. აი ამაშია საქმე. ამისთვის არის მზად არაბეთი, რომ არასამეფო სისხლის კაცი, რომელიც აი ამხელა პერსონა არის, როგორც არის ავთანდილი და ავთანდილი არის წარმოუდგენელი სიმაღლის პიროვნება საერთოდ რა, იმიტომ რომ მე საერთოდ როცა ბავშვებს უხსნი ხოლმე კაცი ადამიანს ლუარსაბს. ნუ ჩემი აზრით იქ ავთანდილი აქვს გათამაშებული, რა თქმა უნდა ილია ჯავჯავის კაცი ადამიანი, კაცი ვარ ადამიანი, ეს ავთანდილი ამბობს. აი ესე ვუხსნი, იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ რა დღეშია ლუარსაბი, ჯერ უნდა გავიგოთ რა სიმაღლეზე იდგა ავთანდილი, რომ ზუსტად წარმოვიდგინოთ რა სიმაღლედან დაცემაზე გველაპარაკება ჩვენ ილია, რომ ესე იგი ეს იყო სადღაც ცაში და დედამიწაზე კი არ დავარდა ლუარსაბის სახით. არამედ ჯოჯოხეთის უკანასკნელ ფსკერზეა დაცემული. ის პიროვნული ღირსება, რომელიც არის ავთანდილი. იმიტომ რომ თუ იქ ავთანდილი ამბობს სიტყვებს კაცი ვარ ადამიანი, ეს არის უზარმაზარი სიამაყით განცხადებული და ღირსებით განცხადებული სიტყვები. აქ უკვე კითხვაძახილის წინადადება არის, რომ ადამიანი რას ნიშნავს? ადამიანი ვართ ყველანი, ადამიანია ლუარსაბიც. მაგრამ კაცი, ანუ ის სულიერი არსება, რომელსაც კეთილის და ბოროტის, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი მისცა ღმერთმა. ის არის ის ლუარსაბთა თქარიძე, აი ეს კითხვა არის აქ ჩემი აზრით. ხო და ამიტომ ავთანდილი ეს არის, ავთანდილი არის ყმა სოფლისა ხასიათი. ესე იგი, სოფლის, ანუ წუთი სოფლის, ანუ ამაცხოვრების აზრის და ფილოსოფიის მიმცემი კაცია. ესე იგი, იქით აძლევს შინაარს სოფელს. აი ეს არის ავთანდილი. ამ სიმაღლის პიროვნება ყავს წარმოჩენილი. ეს არის კაცი, რომელსაც ყველაფერზე აქვს მიღწეული თავის ცხოვრებაში. აი ეს ნადირობა, მორჩება და იქ რო არ მომხდარიყო ტარიელის შემოჭრა, ასე ვთქვათ. როსტევანი ავთანდილი რო დაბრუნდებოდნენ სახლში, ალბათ მოისვენებდნენ, მე ალბათ სადღაც გადაწყდებოდა საკითხი, რომ ავთანდილმა გამოაჩინა სამამაცოს და მე მაჯობა და ესე იგი ეს მეფეა. და აი აქ დამთავრდა არაჩვეულებრივი ზღაპარი. ჭირი იქალ ხინი აქ, მაგრამ ნუ აქ რა თქმა უნდა გრძელდება და გრძელდება ისე როგორც რაც აქცევს ამ ნაწარმოებს სოფლიოში ალბათ ყველაზე მაღალ ნაწარმოება თავის პოეტური სულითა და ფილოსოფიური შინაარსით. აქედან გამომდინარე ავთანდილის აი ეს გზა არის გზა მეფობისაკენ. როსტევანისადმი შეთავაზებული ნადირობა. და ესე იგი მე მართლა ვფიქრობ, რომ აი აქ უბრალოდ შემოჭრა ხდება ხდომილების შავ ცხენზე ამხედრებული რაინდი. შავი ცხენით რაინდი, წყლის პირს.
მაგრამ იქამდე ჩვენ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. როგორ მოვიდა ავთანდილი? როგორი ფორმით მოვიდა ავთანდილი სანადიროს წასასვლელად? ზოწეულით არის მოსილი. ზოწეული ეს არის პურპურა. და პურპურა ეს არის პირდაპირ სამეფოს ამოსი. კი ბატონო. ეს ხო შემთხვევითი არ არის. ნუ ხლა ფერების წერა რუსთაველისთვის შემთხვევითი არავითარ შემთხვევაში არ არის და არც ავთანდილის მხრიდან ასეთ გონიერი პერსონაჟის მხრიდან შემთხვევით შერჩეული სამოსი არ არის პურპურა. რა თქმა უნდა. ეს სიმბოლოა. თეთრ ცხენზე შემჯდარი, ესე იგი, დაახლოებით რო ავუხსნათ ჩვენ მაყურებელს, ძოწეული ეს არის ღრმა იასამნისფერი. ესეთი ლურჯ შერეული წითელი, აი პურპურა რაც არის ნამდვილად რა, ევროპული გაგებით პურპურა. ასე მოსილი მოდის. ესე იგი ემზადება ასე აწვია მეფეს გასვლად, ხო? კი, ემზადება მეფობისათვის. ახლა ერთი წამით უბრალოდ მე რო დავარწმუნო საზოგადოება იმაში, რომ აი ეს სიტყვები როსტევანისა ესე იგი სამამაცოზნე ნამდვილად პირდაპირ ავთანდილის გამეფებისკენ გზა, ესე იგი მიცემული პასი როსტევანის მხრიდან და ავთანდილის მიღებული პასი. საბოლოოდ, სულ ბოლოს, როდესაც ყველაფერი დამთავრდებოდა, როცა დაბრუნდებიან და ტარიელი ეტყვის როსტევანს, რომ აი ესენი ჩვენ უნდა შევაუღლოთ, იქ ტარიელი აქებს ავთანდილს. და იქ წერია ტექსტი, რომ თვალნი ქვედა უფენია მგონი ესე არის. ავთანდილს. თავდახრილია. აქებენ და თავდახრილია, ხო? კაცი, რომელიც წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია. საოცარი მოიმოქმედა. საოცარი რაღაცა მოიმოქმედა, აი მაგას ვამბობდი ზუსტად. ავთანდილი არის კაცი, რომელსაც ყველაფერზე აქვს მიღწეული ცხოვრებაში. ის მეფეა. ჯერ ჯარისმხედარ მთავარი იყო, მერე მეფე ხდება. ყველაზე სასურველ ქალს უყვარს. და უყვარს ისე, რომ უტყდება, ანუ იმდენად ღირსეული არის, რომ ანუ არ არის მოსარიდებელი ავთანდილს გამოუტყდეს სიყვარულში. როცა მეფე ხარ, მეფე ქალი ხარ, ხო? მაგრამ ამას ყველაფერს ერთხელ ხო ტოვებს და მიდის აი იმ უზარმაზარი საკაცობრიო მნიშვნელობის და რასაკვირველია ქრისტიანობისთვის უმთავრესი მნიშვნელობის დასამტკიცებლად, რომ ბოროტიც არ შეექმნა კეთილისა შემოქმედსა. რომ ბოროტი არ არის არსი. ბოროტება არ არის არსებული მდგომარეობა. ბოროტება ეს არის, როდესაც შენ ვერ ახერხებს საკმარისად კეთილი იყო, ხო? და ამიტომ უნდა განავრცოს ის ადგილი, სადაც აღარ არის სიკეთე. რასაკვირველია. აი ეს არის თინათინი, როდესაც აი ამ ესე იგი უცხო მოყმის ნახვით გაგიშებულ როსტევანს ესაუბრება, იქ ეუბნება, რომ ესე იგი რადემტური ყოველთათვის ტკბილად მხედსა. ესე იგი გარკვეული ამპარტავნება იგრძნობა მე მგონი როსტევანში, აი თინათინის ფილოსოფიით რა თვალსაზრისით იცი რომ ესე იგი ღმერთი კეთილია. ღმერთი ყველასათვის ტკბილად მხედია და რა მხოლოდ როსტევანისთვის მოიცალა, შეექმნა ცალკე ბოროტება, ცალკე არახორციელი არსება და შენ მოგივლინა? რატომ? მაგრამ აი აქ როსტევანის ეჭვები იგრძნობა. აი აქ როსტევანის ეჭვები იგრძნობა იმ თვალსაზრისით, რომ აი სოკრატის ეს მოწოდებული აზრი როსტევანს ჭიასავით უჩნდება თავში, როგორც ჩანს. როგორც ჩანს და როდესაც ნახავს უცხო მოყმეს, კაცს, რომელიც აავლენს ხორციელი ადამიანის თვისებებს. და ხედავს ამას თავისი ქვეყნის საზღვრებში, მთავარი ეს არის. რა თქმა უნდა. ეს ხო სადღაც არ არის, ეს არის ეს ადამიანი დადის არაბეთში და რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება მთელი ასე ვთქვათ ჯარი იმ მტრისა თუ ერთი კაცი თუ კი მას მთელი ჯარის გაწყვეტა შეუძლია. ფაქტია დაინახეს რომ აი ყველანაირი ესე იგი წარბის შეხრის გარეშე 12 ახლა თან 12 ვინ ეს პირადი დაცვა პირადი დაცვა როსტევანს ესე იგი ეს არის ელიტური თქვა და ნაყოფი ასე ვთქვა ხო კი ბატონო ხო რომელიც მათრახით არ იმითი კი არა მუზარადი და აბჯარი და ეს რაღაცა мама პაპისეული ხმალი არა მათრახით ნუ კი მე ხელიც ჩაიყო და ამოიღო ეს რა ქვია რასაკვირველია უზარმაზარი ხანჩალი და ალბათ ესე მაგრამ თავარი რა არის? აი ახლა მივადექით ჩვენ აი ამ მომენტს. მათ ინადირეს რასაკვირველია ავთანდილმა როსტევანს აჯობა როსტევანის ბედნიერია, იმიტომ რომ იპოვა, რა თქმა უნდა, მას ალბათ ასეც ქონდა მოაზრებული, თანაც დაუმტკიცა თავის თავსაც რომ არ ცდება ავთანდილში და დანარჩენებსაც დაუმტკიცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენების დასანახასაც დაამტკიცა რომ აი სამამაცოზნე არის აქ სამამაცოზნე, ჩემი გაზრდილი. იჭრება ხტომილება. პრობლემა. შავი ცხენით, რაინდი,
მაგრამ ახლა კარგად ავუწეროთ, ახლა ისეთი ამბავი არის, რომ კითხველი შეიძლება აი ქართველი ადამიანი ფიქრობდეს, რომ ახლა იმდენჯერ მაქვს მე ეს ადგილი წაკითხული, რომ არ აქცევდეს დეტალებს ყურადღებას. აი, ერთი წამით გამოვიხედოთ როსტევანის თვალებიდან და ავთანდილის თვალებიდანაც. რას ხედავენ ისინი? ხედავენ კაცს ლომივით ძლიერს, ფიზიკურად წარმოუდგენლად ლამაზს, რომელიც შემოსილია ვეფხისტყავით, თავზე ვეფხისტყავი ახურავს. ყავს ცხენი, რომელიც ფრიდონმა აჩუქა და ეს არის შესანიშნავი ცხენი, თვალმარგალიტებით მოჭედილი. ესე იგი, უმდიდრესი კაცი, უძლიერესი პიროვნება, მრავალი სიმბოლოს მატარებელი სამოსით, ესე იგი, მაგრამ ამათ შორის ერთი სიმბოლო არის შეიძლება რომ სამეფო კარისა. ინდოეთის სამეფო კარის სიმბოლოა. ამავდროულად არის სხვათა შორის ნანა გონჯილაშვილის სტატია არის არაჩვეულებრივი რუსთაველის პოემის სათაურის სახისმეტყველებისათვის, სადაც გავტონ ნანა ახერხებს თავი მოუყაროს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოსაზრებას ერთ სტატიაში, რომელიც ესე იგი არსებობს ვეფხისტყაოსნის სათაურთან დაკავშირებით. იქ ერთგან არის მინიშნება, რომ შესაძლებელია ძველ აღმოსავლეთში დიდი გვარის ადამიანი როცა დანაშაულს ჩაიდნენ და მისი მოკლა რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა, ამიტომ ცხოველის ტყავით ქალაქიდან აგდებდნენ. ამასაც უყურებს როსტევანი. ეს ყველა სიმბოლო ერთი, ის მეფეა კაცო, ის უგანათლებულესი ადამიანი, მან იცის როგორია წესი იმ პერიოდის აღმოსავლეთის ქვეყნებისა. ამას ყველაფერს ერთად ხედავს. გიორგი, ერთი მომენტი მინდა კიდე გავიხსენო მან, როდესაც ფრიდონს მიეხმარება ტარიელი, მანამდე ვიდრე თავის ამბავს ამცნობს, ანუ მანამდე ვიდრე ფრიდონი ეტყოდეს, რომ შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემ და რადმე ხარ მოსული, ეს კი არა, აი მანამდე ვიდრე ამას იტყოდეს, ლაშქარი ფრიდონს მეფეთ და მიხმობდნენ მეფედ მეფობით. მან ესე არ არის ხომ არ ვწდები? ანუ ხო, არ ზუსტად არ მახსოვს, ჯერ კიდევ მანამ ვიდრე ტარიელი იტყვის ვინ არის ფრიდონის ლაშქარი მას უწოდეს მეფეთ მეფეს, ხო? ანუ ეს სამეფო ღირსება ტარიელში არის გამოხატული. კი, ეს არის ტექსტი, რომელსაც კითხულობენ იმ პერიოდის ადამიანები, როგორც სამეფო სიმბოლოს. კი, ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ აქვე ერთი რამე უნდა შევნიშნოთ ჩვენ ტარიელის ფიზიკური თვალსაზრისით. ნახეთ, აი ვიქტორ ნოზაძეც ეხან ვახსენეთ ჩვენ და ეს ამოუწურავი არის ბატონი ვიქტორის შრომები ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო შემჩნევა აქვს. ესე იგი, როდესაც ის ცალკეულად საუბრობს ვეფხისტყაოსნობაზე და ამ სათაურზე და მდგომარეობაზე ვეფხისტყაოსნობაზე, ის ამბობს ეს რაღაცას, რომ ესე იგი, ვეფხისტყაოსანი პერსონაჟები ბევრია. მსოფლიო კულტურაში ძალიან ბევრი არის, ანტიკური გმირებიც საბერძნეთში არიან, აზიაში ხო საერთოდ, ინდოეთში საერთოდ და ამოუწურავია, მაგრამ ის შენიშნავს ერთ ასეთ მითოსურ ამბავს. ესე იგი, პირველი ადამიანი სპარსულ მითოლოგიაში, რომელსაც ქვია გაიომართი. არის ვეფხისტყაოსანი და თავზეც ვეფხის ქუდი ახურავს. ეს იქაც განსაკუთრებით აღნიშნული, ცალკე. იმიტომ რომ სხვაგან არ არის ხოლმე, ანუ ვეფხისტყაოსანი, ვეფხისტყაოსანი კი ბატონო. ისიც რა ქვია, იასონიც კი არის ვეფხისტყაოსანი ერთ-ერთ სიმღერაში. მაგრამ თავზე ვეფხისტყავი მე არ მახსენდება სხვათა შორის ეს საგანგებოდ ცალკე აღნიშნული. აქ არის გაიომართი არის იქ წერია ის მზის შვილია და მანათობელი არსება. ოღონდ ის მითოსი პირდაპირ გეუბნება რომ მანათობელი არსება არის. და ტარიელიც ამ სიმბოლოს ატარებს. ესე იგი ტარიელის მონაც ხო როსტევანის გაგზავნილი რაღაცნაირად ვერ შეხედავს, თვალს ვერ გაუსწორებს. შეუზარდაო წერია ხო, ესე იგი რაღაცნაირად ტანში ჟრუანტელი გივლის ამ კაცს რო ხედავ. ესე იგი აქ არის რაღაც იგრძნობა, ენერგია. ეს რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ადამიანისგან გამოცადა ხო? თუ ძალიან დიდი შინაგანი ენერგიის ადამიანი ხდება, გრძნობა მას ადამიანი, ტანით გრძნობ, რომ რაღაც სხვა პერსონასთან გაქვს ურთიერთობა, ხო? ამიტომ ესეც სავსებით შესაძლებელია, რომ რუსთაველი ამას აკეთებს. რუსთაველი ერთი მხრივ გეუბნება, რომ თან მითოსურად ღვთაებრივი და მზეობრივიც შეიძლება იყოს, მაგრამ თან ამავდროულად მხატვრული სინამდვილეც შეიძლება ეს იყოს მეტაფორა, სიმბოლო, ძალიან ღრმა სახეებია. ძალიან ღრმა სახეებია, რასაკურველია. ხო და აი ამას ხედავს როსტევანი. როსტევანი ხედავს ფიზიკურად ძალიან ძლიერ, სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილ, რომელიც თან დამნაშავე სიმბოლოდ შეიძლება იყოს, უზარმაზარი არაჩვეულებრივი ცხენით კაცს, რომელიც ზის და ტირის.
ისე ის კი არა რომ შემოსულია სხვა ქვეყნის მიწაზე და რომ რაღაცა ჩუმად დადიოდეს თუ რაიმე განზრახვა. არა კაცო. სისტატირის და აი მართლაც აი უბრალოდ წარმოიდგინოს მაყურებელმა ერთი წამით რომ გაიხედეთ ფანჯრიდან და ხედავთ აი ამ მოცემულობაში 21 საუკუნეში აი ესეთ რაღაცა ფიზიკურად ძალიან ძლიერ ადამიანს ძვირფასი ტანისამოსით კარგი მანქანა რომ ჰყავდეს რომ იჯდეს ახლა თქვენი ფანჯრის წინ და ტიროდეს ხო? ხო რა თქმა უნდა აი წარმოუდგენელი სურვილი აღეზრება ჩახვიდე და კითხო რომ ვინ ახარ ძმაო რა გჭირს ხო? აი ეს სურვილი აღეზრა როსტევანსაც მაგრამ რასაკვირველია ეს თავარი ისინიც შიშებიც იმასთან აღნიშნავთ რომ ვინ არის ეს კაცი საიდან მოვიდა აქა და ვერ გიცანი ჩემი ლაშქრის წევრად ამას ამიტომ აგზავნის არა მაგრამ მე როგორც განვითარდა ყველამ ვიცით ხო ახლოსაც ვერ მიეკარნენ ეს კაცი თავიდან საერთოდ ძალიან საინტერესო თავიდან საერთოდ ვერ იმჩნევს ამათ არ იმჩნევს ხო აქაც დავაკვირდათ ახლა რას არ იმჩნევს ეს ის კი არა რომ მონა მივიდა ჯერ იქამდე სანამ მონები იქ მივლენ კაცო ეს როსტევანი წამოსული არის მთელი ლაშქრით ამ ლაშქარს ზოგს აძიაცია ხო ანუ აქ რახმაურია ხო წარმოგიდგენთ ზოგი ან ესე ნადირობას მორჩნენ ესე იგი ამხელა ბარგი ვიღაც ალბათ წყლის პირას ხელპირს იბანს ანუ ეს მთელი ბანაკია ასე ვთქვათ ხო რომელიც რუზრუზებს კი როგორ შეიძლება ეს ვერ დაინახო მაგრამ აი რუსთაველი ჩვენ გვეუბნება როგორ არაფერი არ გამორჩება არაფერი არ არის ყურადღებოთ მიტოვებული აი იქ წერია ერთ რედაქციაში არის სხვაგან ქრის მისი გონება სხვაგან ქნის მისი გონება ორივე არაჩვეულებრივი არის ხო ესე იგი სხვაგან ქნის ან სხვაგან ქრის არის და სხვაგან ფიქრობს სხვაგან ქნის არის სულ სხვა სივრცეშია სხვა დროსა და სივრცეშია იქ არის გაჩერებული მისი დრო და სივრცე სადაც ის მთავარი ამბავი დაიწყო ხო მისმა თავისმა წონამანე ესე იგი მისმა შინაგანმა სიმძაფრემ მისმა შინაგანმა მისი პრობლემის წონამ სიმძიმემ აი მან საერთოდ დაუკარგა და სანამ აი მართლა არ შეანჯღნებენ ფაქტობრივად აი ვერ მოდის საერთოდ ამ ხარეს ვერ ბრუნდება ეს მნიშვნელოვანი იქნება როცა ჩვენ გადავალთ აი იქ მეფე შემეყარაზე როცა ვისაუბრებთ ჩვენ ვინ არის ეს მეფე ხო შეიძლება ტარიელს ეს გავიხსენოთ ჩვენ ეს ამბავი ამას ხედავს როსტევანი ამას ხედავს და ამიტომ მე ეს კაცი ყველა მოუხოცავს მთავარ ლაშქარს და რასაკვირველია ის გაოგნებულია და რასაკვირველია მიმართავს ესე იგი როსტევანი მაინც თინათინთან და ავთადილთან შედარებით არის ადამიანი რომლის ფილოსოფიური აზროვნება ვერ მიყვება იმ სიღრმემდე რომ სადღაც არ ეძებოს ზებუნებრივობაში ღმერთის დანაშაული ესე იგი უსამართლობის განცდა უჩნდება გარკვეულწილად როსტევანს რომ ხო ასეთი არაჩვეულებრივი სახელმწიფო შევქმენი მაინც რატომ გამომიგზავნა მაინც რატომ მოავლინა და რატომ მოეწყინა ჩემი ხო ამბობს რა მოეწყინა ესე იგი ჩემი იმიტომ რომ როგორ ჩანს როსტევანი არის მაინც ხელმწიფე და ის არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე რაც ხდება და ამიტომ ის ვალდებულიც არის და ესეც ხდება რომ უფრო მიწიერად უყუროს ყველაფერს რასაკვირველია და დაინახოს რაღაც საფრთხე ამდენი ხანი აქვს ქვეყანა და უცებ რაღაცა მისი ძალაუფლებიდან სხლტება მისი ხელიდან სხლტება რაღაც რასაკვირველია შეაბიჯე ახალი სტანდარტის სილამაზისა და ხარისხის სამყაროში ჩვენი ბრენდირებული ჭურჭლის კოლექციები იქმნება იმავე საწარმოებში რომელშიც იბადებიან მსოფლიოს საუკეთესო და სახელგანთქმული ბრენდები რომელიც ნებისმიერ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ჩვენს ულამაზეს სივრცეში შეიგრძნობა ორიგინალობა, ბრენდული ხარისხი, უმაღლესი ეკოლოგიური მარკირება და დიზაინი. ფერადი, ელეგანტური და უკიდურესად დახვეწილი თითოეული ნივთი აერთიანებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ესთეტიკას, გამძლეობას და გემოვნებიან დეტალებს. მოგბრძანდი პეკინის ქუჩის 5 ნომერში, ჩვენთან მხოლოდ სტუმრობაც კი უკიდურესად სასიამოვნო და საინტერესოა. და თან ამავდროულად აქ ისიც არის ნაჩვენები რომ თაობები. რომ ესე იგი აი ამის მიხვედრა, აი ნამდვილი ფილოსოფიის მიხვედრა რაც არის. აი ეს თინათინს ავთანდილს უნდა შეეძლოთ. ახალი თაობის, ახალი აზროვნება, ახალი სახელმწიფო, ახალი ფილოსოფია. და თინათინიც როგორია რა? რასაკვირველია. თინათინი არის თავარი ფილოსოფიის ჩამდები ვეფხისტყაოსანში. ხო ეს აი პირველი ნაწილი, ანუ ესე იგი ავთანდილისაგან. აი ძალიან ესეთი ფაქიზი მომენტი თუნდაც, როდესაც მიდის თინათინი მამასთან. გაიგებს რომ ის არის ავთანდილთან ერთად და ბრუნდება. ხო ეუბნება მე რა დაბრუნდი შენ მამისას სიცოცხლე. კი, რატომ გაბრუნდი უკან? რატომ გაბრუნდი უკან?
მაგრამ თინათინს აქვს ძალიან ზუსტად გათვლილი, როდის უნდა მიუახლოვდეს მამას, როდის უნდა დაელაპარაკოს ავთანდილს. საერთოდ ჩვენ ისიც ვუთხრათ მაყურებლებს, რაც არის არაჩვეულებრივი აღმოჩენა რუსთველოლოგიაში და განსაკუთრებით ელგუჯახინთევითზე ყოველთვის ამახვილებს ხოლმე ამას ყოლოდ, ეს არის საუკეთესო საშუალის კონცეფცია. ხო, ესე იგი, აზროვნების როგორი მოდელი არსებობს, ესე იგი, ვეფხისტყაოსნის ავტორის გონებაში და მე ამას ჩუქნის ის თავის გმირებს. განსაკუთრებით ავთანდილს, მაგრამ ბევრი გმირი იქცევა ასე. ესე იგი, როდესაც შენ გაქვს, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა, უნდა განსაზღვრო ორი უკიდურესობა და მათი შეზავებით ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება. ეს არის არისტოტელეს ეთიკიდან წამოღებული, როგორც ამას ბადნელგუჯა ხსნის, ხო და ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაში და საჩოთირო საკითხში ვეფხისტყაოსთან დაკავშირებით ის ყოველთვის ამას მიმართავს ხოლმე, აი ამ მეთოდს. ბადნელგუჯას პოზიცია ეგეთი არის, რომ ეს არის საუკეთესო საშუალი ერთსა და მეორეს შორის. აი ეს საუკეთესო საშუალი ავთანდილი ყოველთვის. ავთანდილის ის გადაწყვეტილება, რომ მე უბრალოდ მინდა დავანახო ადამიანებს რამდენად რაციონალური გონებით მოაზროვნე კაცი შეიძლება იყოს ავთანდილი 3 წელიწადი ეძებს ტარიელს 3 წელიწადი ეძებს მისი ყველაფერი მისი სიცოცხლე მისი სიყვარული მისი კარიერა მისი სამეფო თანამდებობა ყველაფერი არის დამოკიდებული ახლა აი ამ კაცის პოვნაზე და 3 წელიწადი ეძებს მთელი არე მოიარაო ამბობენ ხო და დაინახა როგორც იქნა უთხრას რა ეგ რომ მიდის ის კაცი როგორ მოიქცევა ნებისმიერი ადამიანი? ყველს ატეხავს კაცო. გამოეკიდება. მოდი ჩემთან. არა მან იცის, რომ ეს უცნაური კაცია. ამასთან მიახლოება ასე. ახსოვს რაც მოხდა ხო, ასე არ შეიძლება. თუ ესენც მიახლოვეს სამი კაცი მივიდა ხო ეს ხატაელი ძმები უთხრეს რომ აბა ვინახარ ჩემო ძმაო და იმან მათრახი და არა ეს მე მგონი თქვენი უნდოდა კიდე ისეთ თავხედი იყო რა. შეიძლება. ხო თქვენ მოგვეწონა ამბობენ კი. ხო, ნუ იქ რაღაცნაირი ის იყოს შეიძლება, მაგრამ ეს ამბობს, ანუ მოვკლა, ანუ მომკლას არ იქნების საქმე სრულად, ანუ კი არა ეშინია რასაკვირველია მისვლა, მაგრამ მეტის მეტად კიდე უფრო გამეჭირდება პოვნა. ხო, და ამიტომ მოთოკავს თელ თავის აი შინაგან ენერგიას ერთი. ხო, როგორი ამბავია, ხო? მოთოკავს ამას და ჩუმად უკან გაყვება. აი საუკეთესო საშუალო. არც ის რომ მიეჭრება, არც ის რომ საერთოდ გაეცლება, არამედ ჩუმად და გაყვება და მე არის რომ ნახავს იქ გამოქვაბულს, მე არის რომ გაიცნობს ასმათს და მე შევა ასმათთან გამოქვაბულში და ამიტომ აი ეს და უბრალოდ აი რითი მინდა შევაჯამო მთელი ეს წიაღსვლა როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობისა. რა ეს სიტყვები რომ დანაც დაიწყო ყველაფერი, ხო? სამამაცო ზნე. და ბოლოს როცა უკვე ავთანდილი ბრუნდება გამარჯვებული, მან შეასრულა უზარმაზარი მისია კაცობრიობისა. გადაარჩინა სამყარო. საწუთრო იხსნა, იმითი რომ ბოროტება, ჯერ დაამტკიცა რომ ბოროტება არ არის სიკეთიდან, ასე ვთქვათ, კეთილის მოქმედი, ბოროტის მოქმედი არ არის. მერე იპოვა კაცი და დაამარცხა მასთან ერთად ბოროტების წყარო არ ანუ გაჯეთის ციხე რასაკვირველია. და ეს ბრუნდება ასეთი კაცი და ქებაზე თავს ხრის და როსტევანი შეხედავს და ყველას გასაგონად იტყვის. შენ სამამაცო ზნე გამოგჩენიაო. ესმით? აი ეს არის აი ეს არის გენიალური აზროვნება სიუჟეტში, როცა წერალი, ახლა რა თქმა უნდა ჩვენი ქება რუსთაველს არ სჭირდება, მაგრამ აი წარმოუდგენელი ჩვენ ხშირად შევხვედრია, ხო, ლიტერატურულ ნაწარმოებს ვკითხულობ, თუნდაც პროფესიონალი წერილისას და შეიძლება რაღაცა გაეპაროს, იმიტომ რომ ადამიანია, რაღაცა მირჩეს ისე, რომ ვერ მიხედოს ბოლომდე გმირს, ვერ გადააბას მათი ის, იმიტომ რომ შენ ცხოვრება არ არის მთლად კაცო სამყაროა. არა, რუსთაველი არაფერს არ ტოვებს ასე. აი ის წამოწყებული ამბავი, აი აქ ზუსტად იგივე სიტყვებით აკინძა. აი ეს არის წარმოუდგენელი სიდიდე, რასაკვირველია, ხო? გიორგი, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, მინდოდა კიდევ უფრო გამეშალა ეს მომენტი, აი თვითონ რაღაც ის საოცარი სიყვარული, რომელიც სუფევს ავთანდილსა და როსტევანს შორის, მაგრამ ამჯერად ეს გადავდოთ. და ეხლა გადავიდეთ ერთ საინტერესო, ასევე საჭოჭმანო საკითხზე, რომელთაც მეც არაერთხელ დავინტერესებული ვარ. სხვათა შორის აი აქვე ის მინდოდა მე თქვა წეღარა ჩვენ თქვი ბარაღა მამასაც შევნიშნავ. ჩემთვის აი ყოველთვის იყო რაღაცა აი გულზე მომხდებოდა ხოლმე დამიგდია სამსახური მისი იქმნას რაცა გინდა. თინათინის სამსახური დამიგდიაო და აი შენ რომ გინდაო ის იყოსო აი ეს ისე მოქმედებდა ჩემზე, როდესაც მე შეიძლება ამ თემაზეც ვილაპარაკოთ ცოტა უფრო გაშლილად. ეხლა გადავიდეთ თვითონ აი ამ ეპიზოდზე, იქნებ ეხლა შენ წაიკითხო ეს ადგილი. წინასწარ გავაკეთოთ შესავალი. ავთანდილი და ასმათი საუბრობენ
ასმათი ნაწილობრივ მისცემს იმედს იმისას ავთანდილს რომ შეძლებს მისი და ტარიელის უცხომოყმის შეხვედრას და მოულოდნელად ისე რომ ასმათი არ ელის ტარიელის დაბრუნებას, იმიტომ რომ ის სულ ახალი წასულია და ხანთვეობითაც კი იკარგება ალბათ, უეცრად გაისმება წყალში ცხენის ჩაჭყაპუნების ხმა, ასე ვთქვათ, ცხენის ფეხის და ტარიელი ბრუნდება. რა თქმა უნდა, ასმათი გადის ტარიელთან, ეგებება მას და ამ დროს ავთანდილი ცალკე ასე ვთქვათ, აი ამ გამქვაბულის რომელიღაცა ფარულ კუთხეში არის ტყვეს საკნით ნააზატევი. ტყვეს საკნით ნააზატევი, კი ბატონო. აი აქედან წავიკითხოთ. კი ბატონო, მანამდე აი შესავლის სახით ჩვენ ავსვათ უთხრათ მაყურებელს, რომ თუ არა აქვს შემჩნეული, რა არის პირველი სიტყვები ტარიელისა, რასაც იგი რომანში ამბობს. აი ეს ძალიან საინტერესოა. ნახეთ რას ამბობს. წარმოიდგინეთ სიტუაციას, ეგ ავთანდილი ტარიელს ჩუმად უკან გაყვა, ის მივიდა გამოქვაბულთან ჯერ მისი ხმა არ გაუგონია. დიახ, არავინ არ იცის ვამეო, რომელიც თქვა იქ 4 წლის წინ, იმის გარდა ტარიელს ჯერ რომანში ხმა არ ამოუღია. აი აქ პირველი სიტყვები. ავთანდილი ისმენს ამას ჩუმად ხეზე მჯდომი. ხმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნის ზღვასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მივხვდეთ ჟამიერად ჩვენ ვისნიცა ცეცხლი გწვიდეს. ესე თქვა და მკერცა ხელნი იკრაცრემლნი გადმოსწვიმდეს, ქალი შებრნდა, მოეხვია ერთმანეთსა სისხლით წმიდეს. ესე იგი რა გამოდის? პირველი სიტყვები, რომელსაც ტარიელი რომანში აჟღერებს, ეს არის სიტყვები, რომ მას უკვე ნესტანის პოვნის იმედი დაკარგული აქვს. ესე იგი ეს ფაქტობრივად ცოცხალმკვდარი ადამიანია უკვე. ხომ? რატო შეიძლება ეს ასე იყოს და რა სიმბოლო შეიძლება იყოს? ჩვენ თუ ახლა ქრონოლოგიაზე ვერ დავწვრილმანდებთ ვეფხისტყაოსნის ქრონოლოგიაზე, მაგრამ მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ვეფხისტყაოსნის ქრონოლოგია ფაქტობრივად მისდევს საქართველოს სამეფო კარის იმ ამბებს, რომლებიც აი ზუსტად ისე გადის დროც ვეფხისტყაოსნის ამბებში, როგორც ქართულ სამეფო კარზე, დემნა უფლისწულის დაბადებიდან, თამარის გამეფებით და ასე შემდეგ, მაგრამ 3 წელი. ესე იგი, აი იმ წერტილში, როდესაც როსტევანი და ავთანდილი შეხვდებიან უცხო მოყმეს, 3 წელია გასული ნესტან დარეჯანის დაკარგვიდან. ესე იგი, 3 წელიწადი მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსანში. ესე იგი, 3 წელი არის ის დრო, როდესაც არ უნდა იპოვო ის, რაც სამყაროში არსებობს, ან ვერ იპოვი. თუ არა და მაშინ არის საჭირო მოვიდეს ვიღაც ავთანდილის მსგავსი, რომელიც იპოვის იმას, რის იპოვნაც შეუძლებელია. რის იპოვნაც შეუძლებელია და სხვათა შორის აი თინათინი ამბობს, როდესაც აგზავნის ავთანდილს, ვერ პოვებ და დავიჯერებ იყო თითქოს უჩინარი. ანუ თუ შენ არ იპოვი, გამოდის რომ ის არის უჩინარი, ის რეალურად არ არსებობს რეალობაში. აი ამას ეუბნება. და ახლა ჩვენ მივიდეთ იმ ადგილას, სადაც ესე იგი ავთანდილმა და ასმათმა ისაუბრეს, ასმათმა ავთანდილი გამოქვაბულში დამალა, როგორც დევის ქალები, დედები ან ცოლები მალავენ ხოლმე მოსულ ადამიანებს, იმის რომ დევებმა არ შეჭამონ და სადღაც ადამიანის სუნი არის, ხო ეს ქართული ზღაპარი სულ გაძდებს ვეფხისტყაოსანს ლაითმოტივად. და მოდის ტარიელი ბრუნდება. ტარიელი ბრუნდება და იქ არის ასეთი ტექსტი. მან ქალმა ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა, შემწვრისა შეუქნელისა, მიუპყრა ერთი ახლი ჩაქმნა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა და უწყო გამოყრად უცოხნელისა. გადმოვთარგმნოთ ახლა ეს დავუშვათ ყველასთვის გასაგებ ენაზე, ეს დაახლოებით ასე არის, რომ რა ქვია, ასმათმა გადაწყვიტა ტარიელი ავახშმოს, ხორცის შეწვა გადაწყვიტა, მიუპყრა, ესე იგი მიაწოდა, ტარიელმა მოგლიჯა, გადაწყვიტა ჭამოს, მაგრამ ვერ ღეჭავს. ძალი არ ჰქონდა და უწყო გამოყრად უცოხნელს. დაუღეჭავი, გადმოაგდო ტარიელმა ხორცი. ხო, გამაგდოთ და მე ერთიანად ცოტად მიწვა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, ტარიელი დაწვა დასაძინებლად. შეკრთა დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითარეტი, იზახდის და წამწამ იყრის გულსა ლოდი თავსაკეტი, ცალკეთ ზის და პირსა იხოქს ქალი მისი შენაჭრეთი. ესე იგი წამოწვა დასაძინებლად, ძალიან ცოტა ხანი მოახერხა დაძინება და უცებ წამოხტა და ყვირის. ესე იგი ეს გამძაფრება რა თქმა უნდა, ესე ალბათ თავში ხელებს იცემს და ყვირის, ხო?
და გვერდზე ასმათი ამის დამნახავი, რომელიც არაერთხელ უყურებს ამას და არ უყურებს პირველად ტარიელის ამ მდგომარეობას, უყურებს და რა დაჰბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა. მანუ ბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა. ყვეს ლაშქარნი უთვალამნი ბარგი მძიმე და ეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა და ეფანჩა მარეკიდა. სევდად მეცა კაცთან ახვა ცეცხლი უფრო გავიალე, არ მივეო ახლოს შეყრათ თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოbrunდი ტყესაში განდავიმალე, თქვი ნუ თუმცა უკუმრი და რა გათენდის წავალხვალე. ესე იგი ჩვენ აქ უნდა დავსვათ შეკითხვა, რა ამბავს ყვება ტარიელი? ვინ არის ის მეფე, რომელზეც აქ საუბრობს? ესე იგი ჩვენ თუ გავშლით ამ საკითხს და ესე იგი გადმოვთარგმნით, დაახლოებით ასე არის, რომ რად დაჰბრუნდი? მოდით ახლა ჯერ ერთი მხრივ პირდაპირ როგორც გავიგებთ, ისევ თარგმნით, ხო? რად დაჰბრუნდი? რა დაჰბრუნდი გამოქვაბულში. მიცხარ რაცა წაგეკიდა, რა დაგემართა? და ტარიელი პასუხობს, მან უბრძანა. ესე იგი მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა. დიდი ლაშქარი ყავდა. ბარგი ძიმე დაეკიდა, დიდი ნანადირები ჰქონდა. მინდორს ნადირობდა, მარეკები დაეფანჩა, ანუ გაშლილი ყავდა მარეკები აი ამ ველზე. სევდად მეცა კაცთან ახვა ცეცხლი უფრო გავიალე, არ მივეო ახლოს შეყრათ თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოუბრუნდი, ესე იგი მკრთალი არა შეშინებული, არამედ შეცბუნებული აი ადამიანების ნახვა აღარ უნდა ამ კაცს. ტყესაშიგან დავიმალე. თქვენ თუმცა უკუმრი და რა გათენდის წავალხვალე, მათ ვერ იპოვეს. ეს დაიმალა. თუ ჩვენ გულისხმობთ, რომ ნესტანი ასმათი აქ ეკითხება ტარიელს, რატომ დაბრუნდი გამოქვაბულში? მაშინ ტარიელი მას უნდა უყვებოდეს, აი გუშინ მომხდარ ამბავს. კი ბატონო, ხო. გუშინ მომხდარ ამბავს. და მაგიტომ დაუბრუნდი უბნება. მაგრამ მოდი ასეთი კითხვა დავსვათ. თუ ასმაც აინტერესებს რატომ დაბრუნდა ტარიელი გამოქვაბულში. მაშინ პირდაპირ რატომ არ კითხა, როცა გამოქვაბულში მოვიდა ტარიელი? რატომ ეკითხება ამას აი ამ ძალიან უცნაური სცენის შემდეგ, როცა ტარიელი წამოხდება მძინარე მდგომარეობიდან და თავპირში ხელებს ირტყამს. ეს ერთი. მეორე ცოტათი აი არარეალისტური მეჩვენება. მე რა იცით, რომ აი ეს ამ დღეშია ტარიელი და ამ დროს თავპირში იყო ქსასმართი და თან ამავდროულად ასეთ რაციონალურ კითხვას უსვამდეს. ქვაბში რატომ მოხვედი? როდესაც მე ეს დიდი ხანია მაწვალებს ეს მომენტი და ვერ ამომიხსნია. როდესაც მე ეს მომენტი პირველად შევნიშნე, დავიწყე ტრადიციული გზით. ანუ აი თითოეული სიტყვა როგორ არის ვეფხისტყაოსნის კონტექსტში და ყველაზე საინტერესო არის, რომ აი წამეკიდა, წაგეკიდა, წაკიდება, არა მხოლოდ ვეფხისტყაოსნის კონტექსტში. რამ ბევრგან არის ვეფხისტყაოსანში ეს წაკიდება, ესე რომ გავაგებინოთ ჩვენ მაყურებელს, არის აი ესე იგი სურვილი მიახლებისა, ესე იგი რა დაგემართა, რა მოგივიდა ამ წუთას, ხო? წამეკიდა არის გამომეკიდა, ხო? წავეკიდე არის მაგალითად როცა ტარიელი ამბობს რა აი წავეკიდე. რაღაცა მეხსეული ამბავია კი ბატონო. ხო, აი ამაშია საქმე. და იმ პერიოდის ლიტერატურულ ტრადიციაშიც აი წამიერი გაგება აქვს წაგეკიდას. არ არის აი რა მოგივიდა ერთი წლის წინ, ან გუშინ რა მოხდა, ეს არ არის. რაღაცა არის აი გურული ელანძესავით. აი დროით ის რა აქვს რა, მაგრამ არის აი ამ წამს. ამიტომ მე მეჩვენება მეორე ინტერპრეტაცია ამ დიალოგისა შეიძლება იყოს, რომ რა დაბრუნდი სიზმრიდან. ესე იგი, რა წამოხდი, რა მოხდა. და თუ ჩვენ ამას ასე წავიკითხავთ, რა გეტაკა ასე ვთქვათ, ეკითხება ნესტანი, ხო? ხშირად ვიყენებთ ამას განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, იმაში, რა ქვია, დიალექტურ საუბარში, ხო? რა გეტაკა, რა ელეთ-მელეთი კეცა. თუ ჩვენ ამას ასე წავიკითხავთ, მაშინ გამოვა, რომ ტარიელი ყვება კოშმარს. აი ამ წამს ნანახ კოშმარს. სიზმარში გადამეკიდა მეფე. დიდი მარეკი ყავდა. დიდი ბარგი ჰქონდა. მე დავიმალე მისგან მკრთალი. რატომ გონია მე ახლა ამას გეტყვით? რასაკვირველია, ეს არის ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური მომენტი. ვეფხისტყაოსნის ავტორისათვის, როცა ამას თუ ის ამას ასე აკეთებს. ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური მომენტი, იმიტომ რომ ეს გამოდის ფაქტობრივად, რომ 4 წლის წინ მომხდარი ამბავი, რომელიც ტარიელისთვის ძალიან მძაფრი იქნებოდა სავარაუდოდ რა.
იმიტომ რომ ის ისეთ არეზე დაეხეტება, სადაც ადამიანები არ არიან. და უცებ შეხვდა მეფეს, ხო? და მისთვის არ იქნებოდა სასიამოვნო ნამდვილად, იმიტომ რომ არც ამ ხალხის დახოცვა ალბათ. და არც ისა რომ შეიძლება მეფესთან შებმა მოსწეოდა, ხო? იმიტომ რომ როსტევან კი ესე მოხდა რომ აი გაიქცა როგორც კი დაინახა იცნო მეფე, ხო? მეფის მკვლელობა ეს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო იქნებოდა, ხო? მაგრამ შესაძლებელია თუ არა მას ის ამბავი არ ახსოვდეს. არათუ შესაძლებელია, მაგრამ ზუსტად ასეა, იმიტომ რომ თუნდაც დავანებოთ ამას თავი ერთი წამით და ვთქვათ რომ ეს რაღაც სხვა ამბავია, 2 წუთში აქედან ასმაც მოყავს ავთანდილი. ავთანდილი ეუბნება რომ მე ის კაცი ვარ. ტარიელი ვერ იხსენებს. თავიდან ვერ იხსენებს ზუსტად. რომ იმ ნადირობის ამბავს. და მე გაახსენდება და ეტყვის რომ რა თმაქნევდით რა გინდოდათ ერთმანეთს არის თავ გვანდით თქვენ მორჭმული თამაშობდით ჩვენ მტირალით სამსავ ბანდით ხო ესე იგი და იმასაც იხსენებს აწვეჭრო მე ჩემად ნაცვლად თანამკვდართა მიიტანდით ხო და აი ზუსტად ამაშია საქმე რომ ესე იგი ვეფხისტყაოსნის ავტორი შევხედოთ რუსთავურ ტრადიციას რომელიც მათ ერთი მხრივ კიდე შეიძლება გვანიშნოს რომ აქ იყოს ასეთი ღრმა მომენტი სიზმრის ახლა მე ვისთანაც ამ საკითხზე მისაუბრია და ვისთანაც კი შესაძლებლობა მომცემია ტექსტთან ახლოს ყოფა და მე ყველასთან მისაუბრია მახსოვს ზურა კიკნაძემ და მე ვისაუბრეთ ამ საკითხზე ბატონო ზურამ ეს ძალიან ბედნიერი მომენტი იყო ჩემთვის რომ შევძელი მესაუბრა ამ საკითხზე სხვათა შორის მითხრა ვიცი რა ეს სიზმარიო არასოდეს არ დავკვირებიარო და ძალიან მნიშვნელოვანი არისო და მე უბრალოდ ვეღარ მოახერხეთ რომ ამას ჩავღრმავებოდით რა ნუ მე ახლა მაშინ სტუდენტი ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აი ახლა მართლა შეიძლებოდა დამეინტერესებინა ასეთი რანგის მეცნიერი მაგრამ ნუ სამწუხაროდ ნეტა მეტი ის გამომეჩინა და ნეტა რაღაცნაირად ამ საკითხზე თავი დაგვედგა მაგრამ ნუ არაუშავს მაგრამ ნახეთ როგორ არის საქმე. რუსთაველი როგორ აკეთებს რაღაცას, როდესაც რაიმე მთავარი სათქმელი უნდა, იქამდე ერთბაშად არ მიდიხარ. ნელ-ნელა ამზადებს სიტუაციას და მე ამბობს. და ვიღაცები მე მეკითხება ხოლმე რომ აი სიზმარი ძალიან მოულოდნელი ფსიქოლოგიზმი შეიძლება იყოს. როგორ ახლა კაცისთვის რომელმაც გმირს მოანდომა ვეფხისტვის კოცნა. სიყვარულის გამო და მე მან ეს ვეფხი მიწაზე დაანარცხა. ვაჟაფშაველა წერს რომ ეს აქ ისეთი რამეა რომ ამასო მხოლოდ სუნით თუ შეიგრძნობს ადამიანი რა ხდება თორე ამას გონებით ვერ მიხვდებით ამას ტომეულების დაწერა დასჭირდებოდა კიდევ წერეთ ტომეულები ბატონო 10000 სამეცნიეროში რომ ავე ფხისტყაოსანს მაგრამ ვერ ამოვწურეთ და ვერ მივედით ახლოს ხო და მაგრამ ვაჟა იქ ამბობ რომ გენიალური გონება დასჭირდება ეს მეორე რუსთაველი რომ ეს გამოიცნოს რა ეს არის ამიტომ ასეთი ღრმა ფსიქოლოგიზმის მქონე ავტორისთვის ეს საერთოდ არ ამგონია რომ იყოს მოულოდნელი ეს სიზმრის ამბავი. ახლა მე გეტყვით კიდე რა ეჭვი მაქვს, რა ამყარებს ჩემში ამ ეჭვს, რომ აი შეიძლება იყოს სიზმარი. ჯერ ერთი უყურეთ ზუსტად იგივე ტერმინით შეკრთა დაიზახნა. ავთანდილიც წამოიჭრება ერთხელ ფეხზე, როდესაც თინათინთან საუბრის შემდეგ, როცა თინათინი გადაუწყვეტს მას რომ უნდა წავიდეს და მიატოვოს სატრფო, აი იქ არის რომ ეზმანება თინათინი და წამოიჭრება ფეხზე. ზუსტად იგივე სიტყვებია ზმანებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთაველი მკაცრად უდგება ტერმინებს. ძალიან მკაცრად უდგება და აი ეს დაიზახნა, წამოიჭრა ნამდვილად იქ ზუსტად ამ მიმდევრობით არის დასახელებული. ეს ერთი. მერე მეორე, ესე იგი, თუ მას უნდა რომ ჩვენ გვანიშნოს ასეთი ღრმა ფსიქოლოგიზმი ტარიელის პიროვნებაში, აი სწორედ ამისთვის არის ის წინა პასაჟი. როდესაც ფაქტობრივად ჩვენ ხვდებით თანამედროვე ფსიქიატრიაში ცნობილ პრაქტიკას, არა? როდესაც ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს საშუალებას მიიღოს საკვები. განსაკუთრებით ხორცეული. ხო, აქ შეიძლება საკურველი იყოს ქართული ტრადიციაც, გლოვიარეობის ტრადიცია რა, როცა ესე იგი მჭირის უფალი არ იღებს ხორცს, მაგრამ ეს რომ იყოს ტარიელს ერთ არ შეჭამდა. ის ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია. ფაქტია რომ არ შეუძლია. ვერ იღებს ამ საკვებს. მაგრამ აი ახლა ერთი კიდევ მთავარი ამბავი, რაც შეიძლება ჩვენ ვთქვათ და ახლა ამას გაბედავთ ამის თქმას და იმედია რომ ვიღაცები გამოჩნდებიან ჩემზე უფრო კომპეტენტები რომლებიც მიაქცევენ მე ამას ყურადღებას. სადაც არის ტარიელი, ყველგან არის წყალი.
რა შეიძლება ახლა იყოს ეს? ჩემი გონება სადამდეც წვდება და ჩემი კვლევის შესაძლებლობა სადამდეც მივიდა. ეს არის ის, რომ შუა საუკუნეების ადამიანებმა, ესე იგი, მცოდნეებმა შუა საუკუნეების იციან, რომ წყალი ახდენს გავლენას სულიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე და მთვარე ახდენს გავლენას. ესე იგი, ტარიელს იპოვიან წყლის პირას. ტარიელი გამოქვაბული წყლის პირას არის. აი აქ სანამ მოვა, აი იქ არის, რომ ესე იგი წყალში ჩხაპუნება გაისმა ფლოქვების და იმით იცნეს ასმათმა და არა, შორიდანაც ჩანს, რომ გამოქვაბულის პირას, როდესაც ავთანდილი კი, აი, ხურებს, მდინარეა, როდესაც წყალია. მთელი პეიზაჟია იქ დახატული, ჩანს, რომ იქ წყალი მოდის. და ნახეთ როგორ არის ქალსაყმა მან მოусმინა დამორჩილდა დართონება, ანუ მას შემდეგ არის რაც გაისმა, ესე იგი, ტარიელის ფლოქვები, ცხენის ფლოქვების ხო და ესენი ემზადებიან უკვე რომ ავთანდილი დაიმალოს. ქალსაყმა მან მოусმინა დამორჩილდა დართონება ავთანდილმა. ამას ზედა მოიხედნეს ხევით ესმათ ჩხაპუნება, ესე იგი აქ არის. მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს შუქთა მოვანება. ნახეთ, ესე იგი აქ არ შეუძლებელია თვალის მოვანებაზე ამაზე მაყურებელს შეუძლია ბევრი ლიტერატურა იპოვოს და თუ დაინტერესებს ვინმეს ჩვენ მივაწვდით კიდევაც არ არის პრობლემა. თვალის მოვანება მთელი თემა ვეფხისტყაოსანში რას გულისხმობს და ახაც უკვე უნდა ვახსენოთ ისე ბატონელ გუჯას არაჩვეულებრივი კვლევა არის სტატია ესე იგი თავის წიგნში ვეფხისტყაოსნის ისიდორ მსოფლმხედველობითი სამყარო, აი იქ არის არაჩვეულებრივი თავი მთვარის მოვანებაზე და იქ მტკიცდება რა სიღმის ასტროლოგიური ცოდნა აქვს ვეფხისტყაოსნის ავტორს, რომ აი ის მთვარის მოვანება ძველ საქართველოში მთვარის გავსებად არის აღქმული და კი ასეც არის ერთი გაგებით, მაგრამ აქ არ ჩერდება ვეფხისტყაოსნის ავტორი, ეს არ არის მხოლოდ გავსება, ეს არის ეტლთა მთელი ცოდნა, ანუ ასტროლოგიური და აი კონკრეტულ მდგომარეობას მთვარისას აღწერს მთვარის მოვანება. შეუძლია მაყურებელმა ნახოს. მაგრამ აი ყველაზე საინტერესოა, შუა საუკუნეების ინტელექტუალმა ადამიანებმა იციან, რომ მთვარე, ესე იგი ახდენს გავლენას სასაკვირველია წყალზე და მძიმე სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანები მთვარის ცვალებადობის დროს სხვადასხვანაირად რეაგირებენ. და ისინი ფიქრობენ, რომ ესე იგი თუ მთვარეს შეუძლია წყალზე მოხდნოს გავლენა ადამიანის ორგანიზმის უდიდესი ნაწილი წყალია. შესაბამისად მასზეც ახდენს გავლენას. ეს მე როგორც მივაკვლიე თანამედროვე ფსიქიატრიაში მაინდამაინც არ არის გაზიარებული, თუმცა მთლად უარყოფილიც არ არის სხვათა შორის. მთლად უარყოფილიც არ არის ეს მდგომარეობა, მაგრამ შუა საუკუნეებში ეს ნამდვილად ასეთი წარმოდგენა არსებობდა და მე მეცაც ვიტყვი, აი მიშელ ფუკოს აქვს წიგნი შიზოფრენის ისტორია კლასიკურ ხანაში. იქ ძალიან საინტერესო ამბავია, რომ განსაკუთრებით სულიერი დაავადების მქონე ადამიანებად მიაჩნდათ ხოლმე მეზღვაურები, რომ მათ ბევრი ურთიერთობა ჰქონდათ წყალთან და უფრო მეტიც, ესე იგი, ქალაქის გუბერნატორები და მეთაურები, რომლებიც ხედავდნენ, რომ მათ ქალაქში შეიძლებოდა სულიერი დაავადების მქონე ადამიანები ყოფილიყვნენ, ისინი გემზე ჰყავდათ მათ. რომ ესე იგი, მათი ადგილი გემზეა. გესმით? ახლა ამას რასაკვირველია, უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, რასაც მე ვამბობ, ეს ძალიან ესე იგი, სადაო ჰიპოთეზა არის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი მე მინიშნება მაქვს სიზმარზე და შეუძლებელია რა უკონტექსტო გამოვა სხვანაირად, რომ ახლა ქალი, რომელიც უყურებს დაბნედის მდგომარეობაში წაფეხზე წამომხტარ კაცს, რომელიც ყვირის იმას შეეკითხო, რატომ დაბრუნდი გამოქვაბულში, თანაც სახეს იხოკ რაღაცა არ შეესაბამება სიმძაფრეს. არ შეესაბამება სიმძაფრეს და იმ სიმძაფრეს, რომ ეს შეიძლება უყურებდეს რაღაც კოშმარს, რომელიც მის ქვეცნობიერში დაილექა იქ, სადაც სხვაგან ქმნის მისი გონება და არამთლიანად, როგორც რეალობა ვერ დაილექებთ, რომ აი ეგ არის ის ქმნის მისი გონება, ან ქრის სხვაგან არის მისი გონება. შეიძლება ეს იყოს და მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ რომ მე საერთოდაც არ მაქვს პრეტენზია, ეს ან სიმართლე ან თუ დაინტერესდება, ესე იგი, საზოგადოება, რომელსაც აქვს მეტი შნო ამ სიმართლის დადგენისა, ამ მიმართულებით, ეს ბევრ რამეს ახსნიდა ძალიან ერთი მხრივ ვეფხისტყაოსნის ტექსტში, მეორე მხრივ თავად რუსთველურ ფილოსოფიაში,
მესამე მხრივურსტველის ცოდნაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით და ეს ბევრი შეხებია ამ საკითხს და ბატონ ვიქტორ ნოზაძეს ფსიქოლოგიის მეტყველებაც აქვს, თუმცა ვერ მივედი იმ წიგნამდე, იმიტომ რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება როგორც ფორტოპირული გამოცემა და სამწუხაროდ ვერ შევამოწმე ამ ტერმინოლოგიის მისეული განმარტებები, მაგრამ არსებობს ასევე სხვა ვლადიმერ ნორაკიძის ცდილობებს. რა ვიქტორ ნოზაძე განსაკუთრებით საინტერესო. იცი რას მივხვდი ამას წინათ, რომ ღვთისმეტყველება ყველაზე უფრო მკვეთრად აქვს გაკეთებული ვიქტორ ნოზაძეს და მიკვირდა რატო მე მივხვდი, რომ ეს ჩვენი მეცნიერები აქ იკვლევდნენ ამ ყველაფერს და მაგ საკითხთან შეხება ცოტა ესეთი საჩოჩმანო ამბავი იყო და ის ცხოვრობდა თავისთვის, რასაც უნდა იმას წერდა მეტი თავისუფლება ჰქონდა. გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი არის ძალიან საინტერესო. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონკრეტულად ვეფხისტყაოსანზე საუბარს მის ასე ვთქვათ საჭოჭმანო საკითხებზე, რომელიც არის არაერთი თავიდან ბოლომდე, ხო? საქმე ვქმენო, მთელი ჩემი ეს საქმე საჭოჭმანებიაო და შესაბამისად საჭოჭმანები ალბათ ყოველ სტრიქონში შეიძლება. სულ ალბათ შენს დამეთანხმები, რომ ვეფხისტყაოსანი არის რაღაც ესე შრეებად ნაწარმოები და სადღაც პირველ შრეზე თუ ის უბრალოდ საყვარელი სიყვარულის ისტორიაა და ზღაპარია, სადღაც ყველაზე უფრო მაღალ მწვერვალზე, ანუ ვეფხისტყაოსნის ცაში შეიძლება ესე ითქვას. გრუბლით არის იქ დაფარული და შეიძლება ჯერაც ვერაფერი შეგვიტყვია. ჯერაც ვერ შევსულვართ იმ ნათელში, მოსესავით ალბათ იმით თუ შევალთ. ჯერჯერობით ძალიან საფარველით თუ შევალთ. მაგრამ ჩვენ აი ესე თანამედროვეობა ცდილობს რაღაცნაირ განსხვავებულად შეხედოს. ოღონდ ეს უკვე ძალიან კარგია, იმიტომ რომ აი ეს მრავალფეროვნება, რომელიც ვეფხისტყაოსანში არის, მოითხოვს აი ბევრ დაშვებას, ძალიან ბევრ დაშვებას და მე ყველა ჩვენ მაყურებელს ვთხოვ, რომ საერთოდ როცა ვეფხისტყაოსანს წაიკითხავენ, ნუ გაეხვევიან მხოლოდ აი ძალიან რთულია რა თქმა უნდა ამ ხალხურ საბურავში არ გაეხვიო და რაღაც დაიწყო კაცრად აზრის ძიება, მაგრამ ეს ასე აუცილებლად საჭირო იქნება, იმიტომ რომ ეს ისეთი ტექსტია, რომელიც თელმა ერთად ამოხსნათ ამას ერთეული მეცნიერები, მკვლევარები და ინსტიტუტები. აი სხვათა შორის ახლა შენ ამბობდი, რომ ამას სჭირდება ღრმა კვლევა, მაგრამ აი ამ ტიპის საუბარი, რომელიც ახლა იყო ჩვენ შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებლისთვის. ალბათ არის ბიძგიც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წაიკითხონ ვეფხისტყაოსანი. ნაწარმოები, რომელიც მე ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და ალბათ ყველა ქართველი ესე ფიქრობს, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ეს ნაწარმოები. როგორ უნდა გვიყვარდეს და როგორ უნდა მეგობრობდეთ, აი ორი მთავარი პრინციპი ქართველისთვის. მე შემიმჩნევია, რომ აი ყველაზე ვიგინდა რა ქართველიც, რომელიც უყვარს, მაინც ცდილობს იყოს რაინდული. რამდენადაც შეუძლია, იმიტომ რომ ამან ასე უთხრა. თუნდაც არ წაიკითხოს ვეფხისტყაოსანი, ხომ გაუგია. აი ბაშიაჩუქში არის ხო გახსოვს აკაკი წერეთელთან რომ ქალები ნესტანობდნენ, კაცები ტარიელობდნენ, თინათინობდნენ, მოსამსახურეები ასმათობდნენ და ასე შემდეგ. ანუ აი როგორ გადის ზვალში, სისხლში, გენში ეს ყველაფერი და მე რჩება სამუდამოდ. ასე რომ ძალიან კარგია შენთან იცი რაღაცა მიხარია რომ ეს ახალგაზრდა ადამიანთან შედგა ჩემი დიალოგი ამ შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები არ კარგავენ ინტერესს ამ საოცარი ნაწარმოების მიმართ და პირიქით ალბათ ჩვენზე უკეთ, ჩემ თაობის ადამიანებზე უკეთესად შეიძლება შეისწავლონ, განავითარონ და თავიანთ ცხოვრებაში განფინონ ეს ვეფხისტყაოსანი. დღეს დავასრულოთ იმის იმედით, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.